პატის ისტორია იწყება სარგასის ზღვაში, იდუმალ და განსაკუთრებულ ადგილას, სადაც ევროპული გველთევზები იბადებიან. დაახლოებით 3 წლის ასაკში, 1860 წელს, პატი დაიჭირეს და გადაიყვანეს შვედეთში, ჰელსინგბორგის ბუნების მუზეუმის აკვარიუმში. იქ იგი გახდა ადგილობრივი ღირსშესანიშნაობა, თევზი, რომელიც წლების განმავლობაში გადაჰყურებდა ათასობით ვიზიტორს. მისი მოვლა სიფრთხილით ხდებოდა, ხოლო მისი სიბერე იმდენად გამორჩეული გახდა, რომ მან შევიდა რეკორდების წიგნებში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივად მცხოვრები აკვარიუმში არსებული თევზი. გარდაიცვალა 1958 წელს, შვიდად, ბუნებრივი მიზეზით. პატი გახდა ცოცხალი მტკიცებულება იმაზე, თუ რამდენად გამძლე და ადაპტირებადია ევროპული გველთევზა. შავფარფლა მარლიანი, ეს ზღვის ელვა ითვლება ყველაზე სწრაფ თევზად დედამიწაზე. მისი სხეული შექმნილია მოძრაობისთვის წაგრძელებული ტანი, გამოკვეთილი ფარფლები და წინ გამოწეული, შუბის ფორმის ცხვირი მას საშუალებას აძლევს, წყალში ისე გაიჭრას, თითქოს ჰაერში მფრინავი ისარი იყოს. მისი სიჩქარე აღწევს 129 კმ-მდე, რაც მას გადააქცევს არამარტო ზღვების სწრაფ მოცურავეთ, არამედ მთელ ცხოველთა სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე ელვისებურ არსებად. მარლიანი ბინადრობს თბილ ოკეანეებში და ხშირად გვხვდება წყნარ და ინდოეთის ოკეანეებში, სადაც მისი ველური სილამაზე და ძალაშთა ბეჭდილებას ახდენს როგორც მღვინთავებზე, ისე მეთევზეებზე. ეს არ არის თევზი, რომელიც წყალში უბრალოდ ცურავს, ის ასხლეთს ტალღებს, არღვევს სივრცეს და გარბის თავისუფლებისკენ. მისი მოძრაობა ცეკვას ჰგავს, მისი ძალა კი ტორპედოს. შავფარფლა მარლიანი არ არის უბრალოდ მტაცებელი, ის არის სიჩქარის სიმბოლო, ოკეანის მოლეკვარე, რომელსაც ბუნებამ მისცა შესაძლებლობა გაექცა ყველაფერს და ყველას. მსოფლიოში ყველაზე დიდი თევზი, ეს არის ვეშაპ-თევზი, რომელიც ცურვის პორტი ყველა ზღვის მეფეა. მისი სხეულის სიგრძე ზოგჯერ აღწევს 12 მეტრს, წონა კი ფენომენალური 12 ტონა და მეტი. ვეშაპ-თევზი არ არის მტაცებელი, მაგრამ მისი ზომები და მასობრივი სიძლიერე ზღვების ბინადართა გაოცებას იწვევს. ის ნელა გადაადგილდება, მაგრამ მისი მჭიდრო და ძლიერი კანი, უზარმაზარი პირშიკი მილიონობით პატარა, ღია წყლის ნიჟარაბუსუსები აქვს, რომლებიც ათასობით პატარა ორგანიზმებს, პლანქტონს, აგროვებს საკვებად. ეს გიგანტი უძველესია, მისი წინაპრები მილიონობით წლის წინ იარსებებდნენ. მიუხედავად თავისი დაუჯერებელი ზომისა, ის მშვიდი და კეთილია, თითქოს ზღვის მშვიდობის მომტანია. პირანია, პატარა სხეულში ჩასმული სასტიკი ბუნება. ამაზონის მდინარეებისა და სამხრეთ ამერიკის ტროპიკული წყლების ბინადარი, ეს თევზი არ აღემატება 30 სანტიმეტრს სიგრძით, მაგრამ მის შესახებ ლეგენდები მთელ მსოფლიოში ვრცელდება. მისი კბილები, ცალკე საგანი, მკვეთრი სამკუთხა ფორმის, ისე მჭრელი და მწყობრი, თითქოს ბიოლოგიური ბენზოხერხი იყოს. პირანია თავს ესხმის მომენტალურად, მკვეთრად და ხშირად გუნდურად, ათობით, ხანდახან ასობით თევზის მტაცებელი შტურმით. საკმარისია ერთი წვეთი სისხლი წყალში და ისინიც მოდიან როგორც მოჩვენებები წყლის ქვეშიდან. ის არ ითხოვს დროს, არც სივრცეს შეტევა იწყება მყისვე. რამდენიმე წუთში მსხვერპლი შეიძლება მთლიანად გაქრეს. ისინი უხოხმანოდ ესხმიან თავს ღორმაც, ფრინველსაც და ხანდახან თვით ადამიანსაც. სწორედ ამიტომ პირანია იქცა საშიშების სიმბოლოდ წყლის სამყაროში. თუმცა პირანიას სასტიკი რეპუტაციის მიღმა იმალება უფრო რთული ბუნება, ხშირ შემთხვევაში ის თავდასხმას მხოლოდ მაშინ ახორციელებს, როცა შიმშილია ან მუქარაა მის ტერიტორიაზე. მაგრამ როცა პირანიაშია, ის არ იწყებს დუმილით. ის იწყებს სისხლით.